ეხა გარჩევა თემები და ცუცქი და ხიპიში დღეს იქნება კი. ეხა trading journey-ზე იკითხეს. trading journey-ზე იკითხეს. მე ჩემი trading journey იყო, ну, როგორც ჩვეულებრივი ყველა დამწყები, რომელსაც სწორი ინფორმაცია არ აქვს, ალბათ მსგავსი იყო ყველასთან რა. დავიწყე, ვსწავლობდი რაღაც ისულელებს თავიდან, ძალიან დიდი ინტერესი მქონდა, აი, ხო, განსხვავება სხვებთან შედარებით ის იყო, რომ ის კითხვები, ეგეთ კითხვებისგან თავი შეიკავი კანტო. ჯაბექსაზე რას ფიქრობ? იმაზე რას ფიქრობ? ამაზე რას ფიქრობ? საჯაროდ არაფერს არ ვლაპარაკობ. თორე რა, ჩემ კომუნიტის რო შეეხება რამე, X2-ს და არასდროს ვიტყვი. ეხა, კაი, ხო, ჯორნიზე გავაგზავნოთ. ჩვეულებრივად დავიწყე ისე როგორც ყველამ, არასწორი ინფორმაციით, მაგრამ განსხვავებული ის იყო, რომ მე რავი, არასდროს არ ყოფილვარ რაღაცაზე ესე ვთქვათ დახამებული, ხო, აი დახამებული ტიპი და აი ყოველთვის ვცდილობდი, რომ სწორი მიდგომით ყოფილიყავი. აი ყველაფერთან რა, აი ყველაფერს ვიცოდი, რომ შრომა და მონდომება ჭირდებოდა და არა ის, რომ რაღაცას მარტივად მიაღწევდი რა. ეგ თავიდანვე კარგად მესმოდა, იმიტომ რომ მქონდა რაღაცა გამოცდილება რაღაც საქმეში, რასაც დიდი მონდომება, დიდი შრომა და დიდი წვალება ჭირდებოდა. ტრეიდინგი თავიდანვე რო ვნახე. ეგრევე თვითონ საქმე მომეწონა რა, მეთქი, ანუ მუშაობა გამოცდილი მქონდა ბევრგან მიმუშავია და იმენა ვიცოდი, რომ ეგეთ ადგილებში მუშაობა არ მინდოდა რა. და ტრეიდინგი რო ვნახე, მეთქი, რავი, ანუ რა მინდა ამის მეტი. ეს და რავი, სხვა რა უნდა მინდოდეს, ხო? სახში ვარ. რაღაც ხილაკებს აჭერ თითებს და ფულს იმით შევულობ. თავიდან რა თქმა უნდა, ყველას ფიქრი ეგეთი არის. მაგრამ რა თქმა უნდა, თავიდან შეცდომა დაუშვი იმაზე, რომ დავიწყე ფულის შარიცხვა ბროკერზე. შევიტანდი ფულს, წავაგებდი ბოლომდე. შევიტანდი, წავაგებდი. 4 აკაუნტი მაქვს განულებული ეგრე რა. მერე უკვე რომ მივხვდი, რომ სისულელეს ვაკეთებდი, ყოველშორის მალე მივხვდი მაგ ყველაფერს და მე მქონდა ძალიან კაი მოთმინების უნარი. აი ზოგადად ცხოვრებაში ძალიან კარგი მოთმინების უნარი მაქვს. ყველას რო გონიათ, რომ შედეგის მიღება მარტივად შეიძლება და მარტივად რომ მიხვიდე იმ დონემდე, ეგრე არ არის. ეხლა უყურეთ, ეგ ვისაც ეგრე გონიათ, რომ მარტივად მიხვალ და მალე მაგ შედეგამდე, ხო? მაგ ხალხს ბევრად უფრო დიდი დრო დაგჭირდებათ იმ დონემდე მიხვიდეთ, ვიდრე მე, რადგან ვარ მომთმენი, ყველაფერს კარგად ვიაზრებ და ყველა დეტალს კარგად გავდივარ, სანამ მე მაგნაბიჯს გადავდგავ რა. ამიტომაც ვისაც მოთმინება აქვს ბევრი, ის რომ მალე მიიღებს ყველაფერს, ვიდრე ვისაც არ აქვს. ტრეიდინგში ეგრე არის, რაც გამოცდილი მაქვს პირადად ჩემ თავზე. მერე უკვე დავიწყე სწავლა. მაგ პერიოდშიც რაღაცებს სწავლობდი, მაგრამ თავიდან ისა ვერ ვიგებდი რა, აი პირდაპირ გეუბნებით. 2 წამი. აი ხა იმას ვერ გავხსნი. წესით რაღაცები გამომიშტება. მაგრამ ხო, ანუ პირდაპირ გეუბნებით, აი IST-ის ვიდეოებს რო თავიდან ჩაუჯექი, ხო, აი ვაფშე ვერაფერი ვერ გავიგე. აი ერთი სიტყვა არ მესმოდა რა. ინგლისური ხო ვიცი? ეხა სიტყვა არ გამომჩება, ყველაფერი ისე მოგუსმენ და აზრი აღარ აქვს უკვე მოსმენას რა. მაგრამ აი ვაფშე ვერაფერს ვერ ვიგებ დასაწყისში, რაც ჩვეულებრივად და ნორმალურია. ბევრი მაგას იმით აბათილებს, რომ ინგლისური არ იცის რა. კარგად არ იცის, ეხლა ზოგმა შეიძლება ვაფშე არ იცოდეს და ბაზარი არა დაიგიდოს, მაგრამ აი როცა ინგლისური ნორმალურად იცი, ხო? შეგიძლიათ თავისუფლად რაღაცა გააკეთო. IST-ის ყურება რომ დავიწყე, გეუბნებით რომ 22 წლის mentorship-ით დავიწყე, სიტყვა არ მესმოდა ელემენტარული, იმენა ვაფშე არაფერი არ მესმოდა. აი ვაფშე საერთოდ სიტყვა არ მესმოდა. ვუყურებდი, ზოგადად წიგნებზე ვარ ეგრე რა, როცა ვუყურებ, ვკითხულობ წიგნს, აი ცოტა ხანის, აი 1-5 წუთი და მერე გავნება მეფანტება რა და ვეღარ კონცენტრირდები, მერე უკვე რაღაცებზე ფიქრს ვიწყებ. ზოგადად ფიქრი მაგრად მივასება. ცხოვრებაში ბევრ რაღაცაზე ვფიქრობ ხოლმე, ძალიან ბევრს რა.
და ეგრევე ფიქს ვიწყებ ხოლმე. მანდაც ეგრევე ვიყავი, როცა ყურების პერიოდში ვიყავი და კარგად ისა რო არ მესმოდა რას ლაპარაკობდა, იმიტომ რომ ეგ ტერმინები არ მესმის 20-22 წლის mentorship-დან მით უმეტეს არ უნდა დაიწყო, იმიტომ რომ უნდა იცოდე რაღაცა, რომ 20-22 წლის mentorship-ს უყურო, ხო? ხო და არაფერი არ მესმოდა მოკლედ. დავიწყებდი მე ფიქრს. მე მაგ 20-22 წლის mentorship-ს ვითომ რაღაცას უყურებ, ბოლომდე არც მეყურებია, მაგას ყურება და არც ვთვლი. მე წავედი კიდე რაღაც ვიდეოებს ვეძებდი, რაღაცა ICT-ზე ბევრი ვიდეო იყო ცალკე რა. რაღაცებში ნენელა გავერკვიე. მე გავიგე ICT-ისთვის სწორად როგორ მეყურებინა. უნდა მეყურებინა ჯერ core content-ს, ხო? core content-ს უყურე. მე მიუბრუნდი ისე 20-22 წლის მოდელს. უკვე აქ გარკვეული ვარ, რაღაცა liquidity ვიცი რა არის, imbalance ვიცი რა არის, breaker block-ი ვიცი რა არის, order block-ი ვიცი რა არის. ანუ ეგ ყველაფერი ესე თქვათ ვიცი რა არის. თან ოღონდ სულ რავი ყოველდღე ვეჯექი ჩარტს, უფრო მეტად ჩარტს ვეჯექი, ვიდრე ვიდეოებს უყურებდი. დღეში რავი 2 საათს რო უყუროთ მაქსიმუმ ვიდეოებს და მე დანარჩენი დრო გაატაროთ ჩარტზე, სრულიად საკმარისზე მეტიც არის რა. ეგრე ვუყურებდი თავიდან. მე ჩარტზე ვატარებდი დიდ დროს, და ტრეიდობდი, იმენა აქტიურად ტრეიდობდი. აი დაჟე თავიდან მქონდა live account-ი, პატარა ფული მედო, $50-დან ავიყვანე, რა ვიცი, რისკავდი $1 და ავიყვანე იმაზე, რა ქვია, $100-მდე. ეგ $1 იმიტომ რისკავდი, რომ risk management-ს ვიდეოს უყურე, ICT-ს. ეგ ორი ვიდეო აქვს. ერთს money management-ი ქვია, მეორეს risk management-ი რა. ეგ ვიდეოები მაქვს ერთი 4-ჯერ ნახი. თითოდ. მაგას უყურებდი და თავიდანვე უკვე კარგად ვიცოდი, რამდენიმე გამირისკა და რეალურად რა იყო საჭირო, იმიტომ რომ მე რა ინფორმაციას თავიდან money management-ზე მივიღე, ხო? სრული სისულელე იყო. აი, იცი როგორი სისულელე, აი money management-ზე რო ისა ვიკითხე, იყო რომ აი $100 ჩარიცხავ და თვის ბოლოს გამოიტან $1500 და დატოვებ $100 და ისევ იგივე სიზავ. რა სრული ყლეობა. პირდაპირ მნიშვნელობით სრული სისულელე არის. ეგ არ არის რეალურად რა, დაიდება კი. ხო და მე უკვე risk management-ს გათვალისწინებით, რაღაც $1 2% იყო იმ account-ის, ნენელა, აი წვეთში გავუზარდე $100-მდე account-ი. ის რაც წავაგე, რაღაცა ამოვიღესავით რა, მაგრამ მაგაზე არ ვფიქრობდი იმენა, მე მინდა რომ ტრეიდებში შესულიყავი, თან ემოციაც მქონდა. უაზრობა იყო, პირდაპირ გეტყვით, ეგ ფული გამოვიტანე მაქედან, ხო? gambling-ი არ დამიწყია, ეგეთი ტიპი ძალიან არ ვიყავი. პირიქით ტრეიდში შესulis უფრო მეშინ უნდა ხოლმე, ვიდრე ბევრი ტრეიდი გამეხსნა, მე ეგ პრობლემა უფრო მქონდა. სალამის გარს. მე უკვე გადავედი demo account-ზე. მე იმენა აქტიურად დავიწყე ICT-ს ხურება. 20-22 წლის mentorship-ს პირველად უყურე, იმიტომ რომ წინა ნაყურება და არ ვთვლი, იმიტომ რომ გაკვირით მაქვს ნანახი რაღაცეები და ფეხებზე დავიკიდე. მე რაღაცეებში გავერკვე, იქაც კარგად ვერ გავიგე 20-22 წლის mentorship-ი. მე თავიდან ვუყურე. ო, ამასთანავე რა, მარტო მაგ mentorship-ს არა, სხვა რაღაცებსაც უყურებდი, რაც უდევს მაგას, აი მაგალითად, აი daily bias-ზე რომ ინტერნეტში ვნახულობდი, Twitter-ზე daily bias-ი, ყველა ყვიროდა მაგას რა და რო არ ვიცოდი რა იყო, მახსოვს სამსახურში რომ მოდიოდი, მეტროში ვუყურებდი მაგ daily bias-ის ვიდეო მქონდა ჩაწერილი ტელეფონში. და ვუყურებ მაგ daily bias ვიდეოს, ანუ ცალკე სხვა რაღაცა, რაც მაინტერესებდა, კიდე ცალკე თავისუფალ დროს მაგ ვიდეოებსაც ვუყურებდი რა. მე რავი, ხო მე თან აქტიურად ტრეიდობ. ეგ არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი რა. უფრო მეტი forward test-ი მაქვს, ვიდრე back test-ი. back test ვაკეთებდი, აი წინა მარკეტზე რო ხდებოდა ისა წინა მარკეტზე რაც ხდებოდა მარკეტზე, იმის ანალიზს ვაკეთებდი ხოლმე რა, რო ნახოთ შეხვიდეთ ჩემ Twitter-ზე და ძალიან კომოდ ჩამოსროლთ, იქ ანალიზებს ნახავთ ჩემსას და ტრეიდებსაც გახსნეს, რა ტრეიდებსაც ვხსნიდი. ნუ მან ბევრი წაგება არ მაქვს ჩაგდებული, იმიტომ რომ ხასიათზე არ ვიყავ ხოლმე რო ვაგებდი. რა გაწერები Twitter-ზე. აი აქ შეხვალ სოციალში, აქ გადახვალ. და აგერ არის X. ეს არის ჩემი Twitter-ი. ესე არ მგონია მიპოვა. უფრო ჯობია ლინკიდან გადახვიდე. ხო და მე უკვე აი მე 20-22 წლის mentorship-ს მეორედ ვუყურე და აი მივხვდი რომ მეთქი რაც ანუ ვაფშე სხვა იყო, მეორედ მაგას რო ვუყურე, იმენა სხვა იყო, იმენა სხვანაირად გავაანალიზე ყველაფერი. აი მან 20-22 წლის mentorship-ში ხალხს გონია რომ მარტო ერთ მოდელს ხსნის, ხო? ხალხს გონია რამდენი სიყავი საქმე რო დაიწყე.
19-20 ხვდებოდი. მან გონია რომ მარტო რაღაცა მოდელს ხსნის, არა და ის 51 ვიდეო რაც მან დარი, ხო? მაგ მოდელზე კონკრეტულად არ არის. ანუ ეგ მოდელია ახსნილი რომ ეგ არის entry მოდელი რა, რომ trade-ში როგორ შეხვიდე, მაგრამ ეგ აკეთებს იმენა top down analysis. ნარატივიან ბაიასიანა გეუბნება ამის მერე რომ უნდა შეხვიდე მაგ entry მოდელით რა. მაგ ყველაფერს გეუბნება. იქ ხალხს გონია რომ 20-22-ის მოდელი ახსნილი აქვს მარტო პატერნი. ეგ პატერნია. არაფერს არ ნიშნავს ეგ თუ მარკეტზე მაღალ time frame-იანი ნარატივი არ აქვს, ხო? მაგის მერე ხდება მაგის ტრეიდი. აი ეგ გავიაზრე რომ მეორე მესამედ რო ვუყურე მაგ mentorship-ს, ხო? მან უკვე ეგ გავიაზრე. კარგად. ხო, თავიდან ყველა პატერნით უყურებ და ადრე გეტყვით რა ვიცი, მარტო ერთწუთიანს ვეჯექი და მარტო ერთწუთიანზე ვტრეიდობდი. ეგ არის ძალიან დიდი შეცდომა. დაჟე თავიდან მაგრამ ვტრეიდობდი მაგით. და კიდე გეტყვით რომ მარტო 20-20-ის mentorship-ი რო ვიცოდი, ბევრად მაგრამ ვტრეიდობდი. ვიდრე მე რო უკვე სწავლა დავიწყე. ეხლა რატო? იმიტომ რომ ბევრი არ ვიცოდი, მარტივად უყურებდი მარკეტს და მარტივად ხსნიდი ტრეიდებს. ბევრად მაგრამ ვტრეიდობდი. მაგრამ ეხლა ვინც იმ დონეზე ხართ რომ ბევრს სწავლობთ ამ mentorship-იდან და ბევრი ინფორმაცია გაქვთ და იბნევით, ხო? ეგ ისა რა ქვია. ეგ არ არის ცუდი რა, ჩემი აზრით არ არის ცუდი რა. ეგ დაბნეულობის მომენტი და ბევრი რაღაცოდნის მომენტი და ანალიზის, პარალიზისის ისა ფაზა ყველას აქვს რა. უბრალოდ გამოცდილებაში იმ ცუდ ტრეიდებს და იმ კაკ ტრეიდებს გაფილტრავთ და თქვენი ჩამოყალიბეთ მაგ მარტივ მოდელს. რატო თვითონ ICT ამბობს, რომ ეხა ვინც აი მაგალითად 20-25 წლის mentorship-ი რო აქვს, ეხა ვაფშე არ უყურებ. 20-24-ის რო ქონდა ნახევრად მაქვს ნაყურები რა. თვითონ ამბობს, რომ ჩემი მიზანია მოსწავლე იმ დონემდე მივიყვანო, რომ მე აღარ დავჭირდებო. როცა მე აღარ დავჭირდებიო, ის ჩემ ვიდეოებს აღარც უყურებსო, იმიტომ რომ ის უკვე ინდონეზი არის მისული, რომ თავისი მოდელი აქვს ნაპოვნი, უბრალოდ ეხა უნდა გააკეთოს ეგ სისტემატურად. მეტი არაფერი არ არის საჭირო. სისტემატურად რო გააკეთებ მაგას, ხო? ICT, არც ICT დაგჭირდება და არც რაღაცა ვიღაცის ვიდეო. ახლის სწავლა კარგს არაფერს არ მოგიტანს სულ რა, ახლის სწავლა. მარკეტზე შეგვიძლია განვითარდე რითი, ხო? არა ის რომ ახალი თეორიული რაღაცა ისწავლო, არა. შენ რო ჟურნალში ჩაიწერ მაგ ტრეიდებს, ხო? და შენ შენს პირად შეცდომებს გამოასწორებ, ხო? აი მაგით განვითარდები და არა იმით რომ შენ ახალ რაღაცა თეორიას ისწავლი და აი აქ თურმე ეს ყოფილა. არა. მაგრამ ხო ანუ მე ეგეთი ვარ რომ როგორც ტრეიდობდი, აი მაგალითად რაღაც ერთი კონკრეტული მოდელით კი არა, თითქმის ყველა მოდელით მიყვარდა ხოლმე ტრეიდი, აი როგორც ICT ტრეიდობდა, ისე მევასებოდა მე ტრეიდი რა. ეგ იყო რთული მიდგომა, მაგრამ მინდოდა რომ ეგ გამეკეთებინა რა. ეხლა როგორც ვთქვა რა დონეზეც მოვედი, ეგრე მინდოდა რომ მე ტრეიდა. ხო, იმიტომ რომ ყველა მოდელით მინდოდა რომ ტრეიდ შევსულიყავ. ყველა მოდელი გამეტეს და რაც დემოზე, მაგაზე უკეთეს ვერაფერს ვერ იზავ. მაგრამ ყოველთვის ჯობია რომ ერთი მოდელი კონდეს და იმ მოდელით იტრეიდო. ხო და მე უკვე გავიგე ჟურნალი რა იყო ივნისში, საფხული იყო. მან გავიგე ჟურნალი რა იყო და დავიწყე ჟურნალის კეთება. ოღონდ ეხა პატარა ჟურნალი Twitter-ი იყო რა, მაგრამ ეგ არ იყო იმენა ჟურნალი, ხა მან ყველაფერი არ მქონდა რა. მე უკვე Excel sheet-ი გავაკეთე და მაგ Excel-ში ვაგდებდი რამდენს, ვიგებდი რამდენს, რისკავდი ტრეიდს ვაგდებდი და ტრეიდის ახსნებს, ხო? და შეცდომებსაც უწერდი იქვე. მე უკვე Notion-ზე გავიგე რამოდენიმე თვის მერე და მოკლედ ხო ეგრე დავიხოცე რა. აბა, კითხვები. FX replace-ს ვაკეთებდი კი. ოღონდ ერთ წელს გავტესტავდი, აი ორჯერ სამჯერ მაქვს ერთ წელი გატესტილი. მეტი არა. უფრო მქონდა გამოცდილება იმით რომ live market-ზე ტრეიდობდი სისტემატურად ყოველ დღე, უნივერსიტეტში არ დავდიოდი, მაგრამ მე კიდე უნივერსიტეტი ხო. არასევენ რომელიმე კონკრეტული მოდელით არ ტრეიდობ. ნარატივი შეიძლება რაღაცა კონკრეტული იყოს რა, შეიძლება ნარატივად რაღაცა არ მივიჩნიოთ ჩემთვის მაღალბოთობიანად და რაღაცა მივიჩნიოთ ჩემთვის მაღალბოთობიანად, მაგრამ იმ ნარატივს როგორ გავყვები, უკვე რაღაც წესები მაქვს, მაგრამ აი შეიძლება ორდერ ბლოკზე შევიდე. ჩემთვის დავარია რაღაც high and low დავინახო, რომელიც უკვე ვიცი რომ აღარ მოიხსნება და მე
გავაკეთო entry რაღაცა PDRA რო შეიქმნება იმას. არ მივასება live markets მომღონი უფრო. კარგია, რა ვილაპარაკია აქ. ხა თუ მინდა არ ვასხობ შობლებს როგორ უთხარიან თუ იცენ საერთოდ რომ ტრეიდობ და რას გვირჩევ ჩვენ დაწყებებს. შობლებს თავიდან სწავლის პერიოდში რო ველაპარაკე, მაგარი ცუდად მიუდგნენ. და ეს პირადული არ არის, ნორმალურია. დაჟე TikTok-ს მაგ თქვა რომ შობლებისგან არ მოველოდოთ გვერდში დადგომას მეთქი რა. ეხა არიციან ზუსტად რას ვაკეთებ და არც ვლაპარაკობ არავისთან. არც რომც ეხა ვარ, არც არიციან რას ვაკეთებ სიმართლე გითხრა. მაგრამ რო გითხრა შენი პირველი ტრეიდი როგორი იყო რა შეგ მე რა ვიცი. აუ რა მაქვს ჩემი პირველი ტრეიდი გეტყვი. ნუზუდუ USD-ზე იყო ჩემი პირველი ტრეიდი. მაგ ტრეიდის დედას შევეცი მე. ღამის პირველ საათზე თუ 3 საათზე მქონდა გახსნილი. $9 მაქვს აგებული. ნუზუდუ USD-ზე. იმენა მახსოვს. IC მარკეტზე. ეხლა აკაუნტზე რო შევიდე, დაჟე ბაცო ხო ნახი ეგ. გახსოვს ის IC მარკეტის აკაუნტი რო განახი. FOMC-ის ხდომა რა უნდა გავსტრიმა. მარკეტზე მეუნები თუ ხო აქ ნახე ბაცო. და მე მაგნოზუდუ USD-ზე $9 მოვიგე მეორე ტრეიდში. ადრე stop loss-ს არ ვაყენებდი ხოლმე ხალხ. არა ის GBP Audi იყო. Scarf არ გამახსენე. რას ვეცავ გამალიკურაც GBP USD-ზე მაგ ისა $40 აკაუნტზე $32 წაგებული stop loss-ი რომ მქონდა მაგის გამო. პირველი payout ჩემს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აი ძალიან. პორტემ წყალ დავლიო. არა კალებში. კალებში არ ვსაუბრობ ყოფილი. ლევა. პირველ payout იყო ის რომ უბრალოდ მაგრად გავიაზრე რომ შესაძლებელი ყოფილა იმიტომ რომ სანამ აქ პირველ payout-ამდე მივიდოდი რა ისა ის ვქენი რა ქვია აკაუნტში მინუსი ვიყავი ძალიან იმაზე challenge-ზე უნდრა და აი მაგ პერიოდში ძალიან ის მქონდა რომ ჯერ ტრეიდინგი რო გავუქმდეს მეთქი მაგას ფიქრობდი რაში გვარგავ დროს მეთქი და კიდევ ფიქრობდი რომ ICT არ მუშაობს და რაღაცა მსგავს რაღაცებს ფიქრობდი რა თან ძალიან აი იმენა ძალიან რამოდენიმე დღეები ფიქრობდი მაგაზე რა და მაგ პირველმა payout-მა ეგ იმენა კარგად მომაშორა ეგ ფიქრები ბაცო მოყვები რამეს ისვანდედი არ დამეკარგავს სტაბილურად გაგზავნა მე მკითხულობ გონია რას კითხულობ კი პირველი ვაზე გავიარე აკაუნტი ბაცოსი უფრო დიდი ჯორნი არის კი სევენ ჯორნი ჯერ დამთავრებულა ჯერ რატო აზრებსა და ვკითხულობ პირველ payout იყო 2% ნახევარი მეტი არაფერი არა ეხა 2% ნახევარი გავუმე ხოლმე სიმართლე გითხრათ მაგრამ ის პატარა აკაუნტზე იყო
არ მიგულავია რა, მიგულაობის ტიპი არა ვარ ვაფშე. 6% რატო არა? დიდ აკაუნტებზე 6% არ მჭირდება. ეხლა შეიძლება რა მომავალში თუ შევცვალე დიდი ბევრი გავრისკო შედარებით, ეხლა ძალიან ცუდად რისკავ. არ მინდა თავში ამივარდეს რა, ამ win rate-ის გამო. და ჯერც წნარად ვარ. When you pay out-ის რაც ვისაუბრე, ყველაფერს ვექ ტესტი გავაკეთე და ყველგან ცუდი win rate დავდე. არა უშურს. ოზუგა. იფიქრე მე რაღაც ცუდი არა. Просто მე არ ვთვლი ჯერ საჭიროდ. რომელი კონცეფტი მოგწონს და რამდენი კარგად ვიფათე სტილი. მაგაზე ვერ დაგეთახმები. შევხედავ მაგაც ვერ წუთი. Forex რომელ საიტზე ვაჭრობთ. CFD პროფილებს. და ახლა როგორ შევიტანო? სად? აი ეგ მაგ კითხვას როსავ? უკვე ჩათვალე ეგ ფული დაკარგული. პირდაპირ გეუბნები. რამდენი სიცხავ მე ჩამერიცხეს, მაგრამ ჯობია, ანგარიში მოგწერ. შევინახო. ზეზე თქვა რა მეკითხა? გვირა იქნება. გვირის ნიუსები. ორშაბათი სატრეიდო დღეა. სამშაბათი ოღონდ სამშაბათი ვერცამ დეჟაჟა მოკლედ ორშაბათი AM-ი და PM-ი კაი სატრეიდო დღე იქნება. სამშაბათი სამშაბათი PM-ზე არის ტრეიდოთ. სამშაბათს PM-ზე არის ტრეიდოთ. ლონდონი AM-ი და პრე-მარკეტი შეიძლება. 4 შაბათს უკვე FOMC-ის დღეს AM-ი ლანჩი ცუდი დღეა. და დაელოდეთ PM-ზე. ოღონდ PM-ის ბოლო საათს რა, აი 2:30-დან უკვე შეგეძლება ტრეიდი. და 5 შაბათს ხო, ჩვეულებრივად კარგი დღეა, სამშაბათი არის ტრეიდოთ საერთოდ AM-ზე. არც ლანჩზე არ დამიწყია. და PM-ზე კიდე შეიძლება. პირიქით. ბეტმენი ხარ თუ ასია საფანჩი ტრეიდერ. აბაცო შიზოფრენიკია. არ მოусმინოთ. კაი. ეხა მოსანიშნე PDR-ები რა გვაქვს აქ? ეს მოსანიშნია weekly-ზე და ეს frolgები.
ამის ჰაი ემთხვევა ეგ რამ ნიუ ოპენინგებს, რაც მინდა რომ შეავსოს ძალიან. კაი, დეილიზე რა ხდება? ამ ლოუებზე SMT არის. SMT ამ ლოუებზე. ორდე ბლოკი აკეთა ბულიში. ბულიში ორდე ბლოკი. retracement-ი და კიდენ წასვლა. ამის inversion-ი გვინდა. დიდი ალბათობით. ხო. და მე უკვე აი აქ რო ავა. მე უკვე რგეცზე უნდა შეხედოთ რა მოხდება. გაიგოთ კიდე უნდა ზემოთ წასვლა თუ აქედანვე უკვე ძლიერად ბიარიშია და ეს ბრეიქოი დატოვოს და კომი ჩამოვიდეს. მაგას შევხედავთ მანდროობა უკვე. აი ეს კარგად ემთხვევა ეს inversion-ი. ეს ES-ისთვის ბევრად უფრო უკეთესია, იმიტომ რომ უფრო პრემიუმში არის. აი ES-ი აქ რო არა იმენა ვიცი. აი აქ რო არ უნდა ავიდეს, თუ ბიარიშია. მაგას იმენა ეტყობა. წყალი არ გაუვა. DXY შევხედავ. აი ეს ბოლო პერიოდი რა ანალიზი გავაკეთე? აჰა, ბრატ, პირში მივეცი მარკეტს იმენ. ეს ბოლო პერიოდი რა ანალიზი გავაკეთე? ჩარტინგ სესიებს ხო ესწრებოდით? აი ვიღაცამ რომ თხოვეს Gold-ის ანალიზი, USD GPA-ის ანალიზი, Euro USD-ის ანალიზი. ყველაფერი მე მგონი რავი დავაჯინე ყველაფერი. მე მგონი ავიატორი ვარ. კაი ეს იმის რა ქვია, ორდე ბლოკი რომ მოგანიშნეთ DXY-ზე და აქედან ბიარიშია მეთქი. ეგ არის SL side-იც რომ მოგანიშნინეთ. ეხა უკვე ვართ ამ range-ის discount-ში, მაგრამ მარკეტი ისე არის ძალიან ჩამოსული, ხო? ჯერჯერობით არ ეთყობა რომ აქედან ზემოთ წავა რა. ჯერჯერობით. ეხა სტრუქტურა გვინდა აქ, ბევრად მეტი, იმიტომ რომ displacement-ია აშკარად. Low resistance liquidity არ გვაქვს. ჯერ გვინდა სტრუქტურა. აქ ეხა loading-ის პროცესია უეჭველი DXY-ს. ჯერ უნდა კონდეს ცოტა retracement-ი, ეხა ისეთ ადგილას არის. პატარა retracement-ი ალბათ, მაგრამ ჯერ დიდ სვერებს არ მოგვალ რა, შეიძლება აქ კონსოლიდაცია დაიწყოს. Crude oil-ზე ბიარიში ვარ. ეს წინაზე ვთქვი. აი იმენა მაგრა გატეხელში ვარ crude oil-ზე, იმიტომ რომ მთლიანი მოძრაობა გამბას. იმენა მინდოდა რომ აი ყველა დღე დამეჭირა რა, იმიტომ რომ ყველა დღის ბაიასი მქონდა, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით წინა კვირას ყველა დღის ბაიასი მქონდა. ყველა დღე ვიცოდი სად წავიდოდა. ნარატივი ყველა დღეს ავაგებდი ნარატივს რა. ეხაც მგონია რომ კიდე ბიარიშია და აქ equal low გვაქვს დატოვებული. ხო. მგონია რომ აქედან უნდა დავიდეთ. ეს short term high ავიღოთ, ამ gap-ში შევიდეთ და აქედან და გავაგზავნოთ კომოს მოძრაობა ამ low-ებამდე. აი ეს low უფრო მოწონს. მე აქ აი ეს low არის ჩემს თვალთა ხედვაში. და ხო, ძალიან კაი ანალიზი გავაკეთეთ crude oil-ს რა, აქედან რომ bullish დაფეილდა, უკვე რომ ბიარიში იყო, კარჩი ბიზნესი ვარ რა. დამიწერთ W-ები ჩატში. მალე მოვითხო იმენა ბიზნესი ვარ და მაგითო. W-ები მინდა. W-ები მინდა და ბიზნესი ვარ. საბა W დაწერე. საბა W. საბა W. რა თქვი ძალიან მარტივად ტრეიდოვდი და მაგრა და 2 ცენტს ამ დაიწყეთი ვიყავი ეგ შეგიძლია უბრალოდ დაგვიხსნა. უცბად მაშინაც ავხსენი, უცბად. ავხსენი რომ ბევრი არ ვიცოდი, ბევრი როცა არიცი, არ ხლართავ არაფერს. ელფუტგარი. შენ მე მგონი time-out-ის ხოთზე ხარ. რა შენ ყოველ დიდი მიღწევა მიზანი რომელიც მიღწევაც გინდა. ჩემი პირველი დიდი მიღწევა იყო სახლი და მეორე დიდი მიღწევა იქნება მაგას არ ვიტყვი. რაც იყო ის გითხარით, რაც იქნება გეტყვით. მე რო იქნება. კონკრეტულად რა ზონაში შევიდეთ. კონკრეტულად რა ზონაში შეხვიდე. და არის displacement-ი. არა, საფ შემეშვი. თორე რემენით მოგახიჩობი ხა. Deputatova. ой, საცოდაო.
გადაგიყვარება მოწვექ. იმედია. რა ეს მიმქონი გამული ხალხი ვერ ვიგებ ცმურად. მიმქონი გამული ხალხი მეკონი აქ მარტო შენ ხარ. რა გაჩვენო მარკეტზე, რავი. ანუ აი გეზარება და თორე იმდენი ეხ განვიხილავ ტრეიდს დამაცად. იმეზე იყავი რომ გადამინდება. იმეზე მე არაფერს იმეზე არა ვარ თქო. მე მეორედ კიდია. აუ როგორ უნდა პიპს მარტივად გაიგოს როგორ ვითრეიდო მითხარით ფული როგორ დავწერო მარტივად გთხოვთ მასწავლეთ ფულის დაწერა მარტივად რავი რა გითხრას რომ ჰა დავინახავდი მარკეტზე ლიკვიდიტის მარკეტი გაიხსნებოდა აგერ ლონდონზე ან ნიუ-იორკზე უფრო ლონდონზე დავინახავდი ამ მარკეტი ჩამოვიდა და აიღებდა აზიის ლოუს გავლონგავდი აზიის ჰაიმდე ჩამოვიდა და აიღებდა აზიის ლოუს გავლონგავდი აზიის ჰაიმდე ჩამოვიდა და აიღებდა აზიის ჰაის გავშორტავდი ან წავაგებდი ან ცოტას მოვიგებდი აიღებდა აზიის ლოუს გავლონგავდი აიღებდა აგერ რაღაცა ლოუს გავლონგავდი ან გავშორტავდი აიღებდა აზიის ჰაის გავშორტავდი აიგერო ტრეიდავდი ჯუდა სვინგი ქვია მაგას აიღებდა მე ერთ წუთიანზე გადავდიოდი ან რავი 3 წუთიანზე ან 5 წუთიანზე დისპლეისმენტი პროლგები entry აიგერო ტრეიდავდი ავი განახებთ აგერ მაგ და ხუია სკრინები თუ გამიშვა ამან ძველები როგორ ნახობ პირდაპირ და მაგ მოდელს დავი forward test-ზე იმინავ ტესტავ ეგ არის ყველაზე კაი მოდელი ყველაზე კაი მოდელი კი არა და ეხლა ძალიან კაი მოდელი აი ნახეთ როგორი ივლისი მქონდა შეხედეთ ეს იყო ჩემი ივლისი ისეთი ვიყავი სანჯი გავაგიჟე ერთხელ მახსოვს ეს სანჯი ხარ ეს ვაჩვენე სანჯის რა მაშინ ის სწავლის პერიოდში იყო რა ნუ მე სწავლობდი მაგრამ მე ისა უფრო დიდი ხანი ტრეიდობდი შედარებით სანჯიზე გაგიშდა გავაგიჟე ტრეიდინგ სირო მე კრიპტოს ტრეიდი არ მივასება რა პირა რისებრალი ამბიჯის ესოდი პალასა ჩემი ლუსტრიკ რო ისმენდე სამკითხებს გამოლოდა აი ზამს არა უშვს საკმაოდ სარინდომეს ალბათ ეს ნიკას ტრეიდია ეს ივესასი სკილინგი old london high აიღო ანუ შეხედე რა მარტივად უყურებდით ანუ ძველი ლონდონის აიღო რაკნა დისპლეისმენტი order block-ი entry stop loss-ი take profit-ი so აქ შენ გონია ვიცოდი ახლა energy fuel gap-ი რა იყო არა არ ვიცოდი აქ შენ გონია low resistance liquidity ვიცოდი რა იყო არ ვიცოდი არაფერიც არ ვიცოდი ვიცოდი liquidity imbalance displacement-ი რა იყო ვიცოდი order block-ი რა იყო ვიცოდი მე ყველაფერი ვიცოდი რა არა ის რომ კარგად და რაღაცა და ეხა როგორც ვარ არა hard time frame VG PDR ის ესე წოდნია 10 მოგება 1 წაგება ამ თვეში აი შეროზია ესეთ ვიზემეს FG entry ჩოჩაც გააჩნია ძლიერი თუ იყო ჩოჩის დედა შევეცი აი დერესან liquidation შეიძლება დიდი სანტოლერით უნდა იყოს ხო displacement ქვია მაგას მანამდე ტრეიდში იმიტომ არ შევედი რომ ძლიერი მოძრაობა არ იყო მეთქი აჰა ვიცოდი ბრატ აგარი ვარ ეს არის ლონდონის ტრეიდი euro USD-ზე 5 წუთიანზე გავხსენი ეს ტრეიდი ფეროლგებში stop loss-ი აგერ მეყენა აგერ inversion-იც არის მაგრამ ამ დროს არ შევხედავდი ამას ვიცი არ ვუყურებდი აზია expansion-ი იყო ეს retracement-ი ჰქონდა discount-ში და ლონდონი continuation-ი with trade market maker buy model almost hit target buy მოდელი აქ უნდა დასრულებული იყო მართალია ეს news-ზე ტრეიდობდი ეს ერთხელ რა აკაუნტზე შევდივარ ჩემ ძველ live აკაუნტზე სადაც ვაგებდი ხოლმე რა და ხვდება ის $6 მეთქი ამას მოვუტყნავ ეხლა შეხედე შევედი
და ისე რა ქვია, მაგ $6-დან ავედი $60-ზე. ყველა ტრეიდი გავხსენ ნიუსზე. ერთი ტრეიდი არ წამიგია. ყველა ტრეიდი მქონდა ნიუსზე გახსნილი. თუ არ ბეკლი ხაჰა ეს ბეკას ხარ. 25 აქ ლონგში ვარ შესული. 20 18 აი ზემოთ გამოვედი, კარგად ვარ გამოსული. ცუდად ვარ გამოსული. ეს აი, ამიტომ ვარ future-ზე ხალხო, აი, რო იცოდეთ. აი, ამიტომ ვარ future-ზე ხ. აი, ესეთი რაღაცა რო აღარ მომივიდეს. აი, მაგიტო ვარ future-ზე ხ. აი, იმის გამო. COVID-ზე ჩავიდი რა მოხდა? მინუს შევიყავი პროსტა. თორე კარგად ვარ გამოსული მანდ იმენა მახსოვს. ანუ ამაში ღირა, აი, ამის გამო აღარ ვარ CFD პროფილებს. აი, ამ სირობის გამო. უყურე. ხო, აქ entry ვერ ვიპოვე. აქ ნახე რა კაია, ესეც ანუ ლანჩი აკუმულაცია, PM ლანჩს აიღო. რასეულდები displacements, ხო? displacement-ი არ ყოფილა, აი აქ იყო displacement-ი ერთი, აქ retracement-ი არ ქონია და trade-იც არ შევედი. SNQ, target London is low, საჩევედი. აჰა, უყურეთ. იმენა TIX-ზე დავიჭირე trade. აჰა. ისდეცი ვარ იმენა. Ideas mentorship. ბატონი ყლეობა. ბატონები ყლეობა ყველანაირად. აგე იმენა სნაიპერი ვარ. შორტი? ისდეცი. მასწავლე თორე თავს მოვიკლავ. ეს ვინა? ტრეიდინგი. ყველაფერი წაკისლება. კაი ნუტირი. ვინ არის ვისერთ? იუფეგ. ვინ არის ესა? კარგად, შეროზია გაგცარი. აქ ტრეიდერაზე დაყოლმით გახსენით მოვარდებლოკი liquidity grab market structure shift 5-წუთიანი future retracement. ისეცი ვარ. It's my TP1 without me for fuck's sake. ამის მერე ბინს ტრეიდი მოვიგე. ხო, აქ ტრეიდი გამომაზე. You're trading for practice euro USD. Too lazy to screenshot how ეს რაიც მახსოვს წამში რო ჩამოვიდა ნიუსი არ იყო არაფერი რა წამში ჩამოვიდა ქვემოთ გავგიჟდივრად late entry but still a W აგვიან შევედი აქ ხო ეს იყო ისა ივნისი აკაუნტ წაგებებში ჰქონდა მე ამოვედი რა აი ამაზე აუ ეს ტრეიდი მახსოვს აი ეს ტრეიდი აი თუ გინდათ 5 წლის მერე მკითხეთ არ დამავიწყდება აი თუ გინდათ ის შეყვა იმენა სენტი ისინი ყო დემოზე ვერ ისავლის ვერ მგეუნებოდ რა ვიცი მაგ ჯაბექსის დისკორდში ყველა მაგას მეუნებოდ ჯაბექსზე კი არ იფიქროთ რა პროსტა მაგ დისკორდში ვიყავი ხოლმე მათ ანუ ოღონდ მაგ დისკორდში შევედი უკვე მქონდა ფანდედი მაგრამ მე ვამბობდი რომ მაგდონეზე მივედი მაგ დისციპლინით და მაგ მოთმინებით
მაგრამ აი უყურეთ, შეხედეთ ამ ტრეიდზე რო ნერვები მომეშალა, ისე დღემდე არ ვიცი რამის თუ მომეშლება, იმისა ნერვები რა. და ეხლა გეტყვით რატო? ამ ტრეიდის პასუხი ჯერ კარგად კიდევ არ ვიცი. აი, ჯერ კიდევ კარგად არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, აი ეს ტრეიდი რატო წავაგე? კიდევ არ ვიცი. იმენა არ ვიცი. Midnight Open-ის ზემოთ არის, ლონდონის აია იყო, New Copenhagen-ის ჰაი მაგ მონიშნული, გასაგებია. და ყველაზე მეტად რაზეც მომეშალა ნერვები იყო, რომ მე რო ვნახე, იმიტომ რომ ჭადრაგის თამაში გავიხსენ. მე რო ვნახე რა, ამ ტრეიდში ICT არის შესული აი აქ, აი აქ არის აქ გაშორტილი. სადაც ვიკითხე, ვერავინ პასუხი ვერ გამცა. აი ყველგან დავდიოდი რა, აი ბევრ დისკორდში ვიყავი ადრე, უცხოურ დისკორდებში რა. ტრეიდს შენ ხარ YouTube-ზე? არა, ეგ ჩემი მოსავლე არის. აი ყველას ვკითხე, ვერავინ ვერ პასუხა. ICT რატო შევიდა აქ? იმენა ICT რო შევიდა მაგ ტრეიდში, კომენტარებში მაგ დაწერილი. აი აქ რატო არ გახსენი შენი დედას შევეცი მეთქი და კაროჩი. ვერ გავიგეთ. ლეიმარკეტი არის, ხო? მაგრამ ანუ ლეიმარკეტი რა იყოს რა, აქ რატო შედიან და არა აქ. მოხდები ისინი რატო? აი ეგ კითხვები სულ მოწყვებს ხოლმე რა. ეს მაგარი ტრეიდი გავხსენი და მე მარკეტი რა შვება. ხო. იმენა თიქსი გამოყავარ, მიდის ემოთ. ეხა კი ვიცი, ეხა რატომაც არის ეგრე, მაგრამ მაინც რა, მოხდები ბედის ამბავი. ეს კომპეტიშენი არის. კაი ძალიან შევყავი ამებს. We don't worry, watch candles and fly. That's my metro signal which I get the story. გაჩერდება. ხო. ეხა ვხსნი ერთ ტრეიდს რა დავსო, მეტი მიზარება. ამ პეიუტს გააკეთა უკვე. ჩააგდესუნი ალბათ. მე მინდა ჩემი ტრეიდი, ავხსნა ეს ტრეიდი იყო 15 წამიანზე, რა თქმა უნდა და ძალიან შეღვავით 15 წამიანის ტრეიდს. ის პრაქტიკები რაც კიდევ და კიდევ ვსწავლობ თუ მორჩი სწავლას. არის, კი, როგორ არ არის. არის, მაგრამ ანუ ვიყენებ თქო ნაკლებად. მე უბრალოდ საქმე რადგან ესე მიყვარს, რამე არ მინდა არ ვიცოდე რა, მაგრამ უკვე ადრე რომ ვსწავლობდი, გამოყენებას ვცდილობდი და ვაგებდი კიდევაც რა. და მე რომ მივხვდი რომ სისულელე იყო რა, ან დრო ჭირდება მაგის გამოყენებას რომ მე ხა გავიკო. ადრე მაგალითად ინვერჟი ფროლკე პირველ დრო გავიგე რა. მეორე ანუ შევედი თუ არა მარკეტზე ტრეიდი გავხსენი მაგ ინვერჟი ფროლკების დაყრდნობით რა. და იმინა სისულელეს ვაკეთებდი. ანუ აი სტიმდა და 2023-ში ესეთი ვიდეო რა, გამოიყენე ინვერჟი ფროლკები ენტრით. და ეგ მაგრად მომეწონა. და მეთქი დავაი, მეც გავაკეთებ თქო. იმიტომ რომ მომინდა რა, გავაკეთებ ჭამე. იმიტომ რომ ანუ მაგ ყველაფერს სანამ გამოიყენებ და მაგ მოდელს სანამ გამოიყენებ, ყველაფერს გატესტვა უნდა. რომ სად მუშაობს, სად ვერ მუშაობს, ეს ყველაფერი რო იცოდე. რიგი ძალიან ვერ ვსვეროსებ. Reclaim or the blocks. და მეწყო ეხა reclaim or the block-ია. კაი. ზარი 11 მარტი. მოდი მარტო ის ნარატივის კეთყვით რა. 11 მარტი. დორმეტი 11 ხო ამ კვირაში ესა როგორც მაღალ time frame-ისთვის კარგი მარკეტი არ იყო, იმიტომ რომ მაღალ time frame-ზე ვართ ჩამოსულები აი ამ მთლიანი range-ის discount-ში ვართ დიდი liquidity აქვს აღებული, მაგრამ დიდ ადგილას ვართ ჩამოსულები რა. როცა მარკეტი target-ს აღწევს, ის ან პატარა retracement-ს იწყებს, ან კონსოლიდაციას, ხო? ამ კვირაში ეგ condition-ი ქონდა, რომ მარკეტზე იყო მაღალ time frame-ის კონსოლიდაცია. ანუ second-ის რო კონდიცია. ესე თუ ერთგვარი, ხო? High-ს იღებს, low-ს იღებს, high-ს იღებს, low-ს იღებს, ეგ დადიოდა მარკეტი. Low-ა იყო, high-ა იყო, high-ა იყო, low-ა იყო. ეგრე. ხო, ეხა ეგ რო გააზრებული გვაქვს მარკეტზე სად გავხსენი? ხო, trades არ ვაპირებდი, თავიდან ვიყავი ბულიში, ეგრე მახსოვს, რომ აი ამ high-ებზე მინდა დამეთარგეთებინა
ლონდონის ლოუს აღების მერე დისპლეისმენტი რო გქონდა მერე მარკეტმა მაჩვენა რომ აღარა დიოდა ეს ედი ახსნილი მაქვს კიდევაც მე მგონი არ მახსოვს TikTok-ს სადღაც მაქვს ახსნილი მოკლედ მერე არა ეს მოსწავლეების მაქვს მარტო ახსნილი მერე აი აქ აი იმ პერიოდში გავხსენი ტრეიდი რა აქ გვაქვს SMT ხო ES-ი აქ არის ორდერ ბლოკში ასული ეს ორდერ ბლოკი ხო NQ ამ ორდერ ბლოკს ეხება ხო და პატარა ტრეიდი დავიჭირე ძალიან არაფერი დიდი განსაკუთრებული ეს მქონდა მონიშნული აი ეს იყო ჩემი ტარგეტი და საბოლოო ტარგეტი იყო ეს აქამდე მქონდა ერთი მიკრო დატოვებული და stop loss-ი ძალიან ჩამოწეული მქონდა მე ეს იყო ჩემი ტარგეტი ეს გეპი და ეს იყო ჩემი ნარატივი SMT აქ breakaway გეპი მეგონა რომ დარჩებოდა მე გადავედი უკვე 15 წამიანზე 15 წამიანზე რას ხედავ აი ეს ადგილი არის ხო ეს retracement-ი იყო აი ამ high-ებზე არის SMT აი ამ high-ზე და ამ high-ზე არის SMT ESS აიღებული აქვს NQ-ს არ აქვს დაიწყო მარკეტმა ჩამოსვლა აქ როგორ ჩამოდის ხო displacement-ი აქვს არ აქვს ხო იტოვებს liquidity-ს ხო ჯერ არ შევსულ ვარ მარკეტს ჰქონდა Judas swing-ი ზემოთ fake swing-ი აქ ძალიან ბევრი გალონგავდა მე შემოტრიალდა მარკეტი დავიჭერე ესეთი high რომელსაც მარკეტი არ მოხსნიდა ერთი entry მქონდა სადღაც აქ მე მარკეტს ადის აქ რაღაც მოწამენ high-ებს იღებს ჩამოდის order block-ს აკეთებს აქ კიდე ერთი დავამატე და ჩემი პირველი ტარგეტი იყო ეს აი აქ უკვე partially ავიღე 2-3 მიკროთი ვიყავი 2 მიკრო აქ ავიღე და stop loss ჩამოწეული მქონდა აქ ოღონდ ცოტა ხნის მერე რაღაც სტრუქტურა შეიქმნა აქ და მე ჩამოვწიე და მანდაც დამასტოპა გამოვედი profit-ში ეგ იყო და ეგ